მადლობა ბატონო მინისტრო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოწვევისთვის. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ძვირფასო ელჩებო. მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს პატივი მოგმართოთ ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღწევებისა და გამოწვევების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას ეძღვნებოდა. ასევე მთავრობის მსგავსად პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა. საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ მოლოცვასთან ერთად მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში. ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივახციეთ. მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ, ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს. კანდიდატის სტატუსის მოპოვების წელიწადნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს, თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოვებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები. ქალბატონებო და ბატონებო, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გრძელდება რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზგინტურის მკვლელობა არის ამ ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სირთულეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი. გლობალურ და განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე 2023 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევით ახსავსე გამოდგა. კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში, გამწარდა კონფლიქტი ისრაელსა და ჰამას შორის, კვლავ არასტაბილურია მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში. მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას აქვს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების და სავაჭრო ლანდშაფტის რადიკალურად შეცვლის და შესაძლებლობების ბევრი ახალი ფანჯრის გახსნის რესურსი. ამიტომ მოუთმენლად ველით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და ძალისხმევას არ ვიშურებთ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის. პატივცემულო ელჩებო, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად ვინარჩუნოთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერების და ქვეყნის განვითარებისთვის. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობებს და არასტაბილურობას, არასწორი აღქმების შექმნის ცდილობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია. ასევე მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება,
ამ საქმეში თქვენ საქართველოს ელჩებს უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ეგრეთ წოდებული ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად ეს headlines გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი PR კამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებასთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეзинფორმაციული კამპანიების ხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ძვირფასო ელჩებო, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, სოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული პროფესიონალური საქმიანობისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენ საპასუხებლო საქმეში, დიდი მეც ვამყარებ თქვენთან კიდევ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას. დიდი მადლობა.